თუმცა მანამდე მინდა ვთქვა ჩვენი ბანაკის შესახებ, ესე იგი აკურიანში იყო ბანაკი ჩვენი საკვირაო სკოლის ბავშვებისა, საშობაო შეჯიბრებაში გამარჯვებული ბავშვების და ამ ბანაკის ერთ-ერთი განმასხვავებელი იყო ის, რომ ჩვენ მორიგეობა დავაწესეთ, რომ ბავშვებს თვითონ ემასპინძლათ ერთმანეთს, თვითონ გაეკეთებინათ საკვები. ჩვენ ვეცადეთ მშობლები, რომ არ შესულიყავით სატრაპეზოში, სამზარეულოში, იმისათვის, რომ მათთვის გეთქვა რა როგორ გაეკეთებინათ. მადლობა ღმერთს, გაართვეს თავი. დღეში სამჯერ გაემზადებინათ ყველაფერი და ამის მიზანი რა არის? ერთ-ერთი მიზანი რა არის, რომ რამდენჯერ ყოფილა, რომ დედას გაუმზადებია, მოუტანია ბავშვისთვის და ბავშვი ამბობს, რომ არ უნდა. რა წვალებაა იმაში ჩადებული, იმას ვერ ხედავ. ვერ ხედავ. ეხლა რამდენჯერ დედას უფრას გაშლის, აალაგებს, გარეცხავს. და ამასაც ვერ ხედავს, რა შრომა, რა ჯანია იჩადებული. იმისათვის, რომ ბავშვებს რაღაცით გაეთავისებინათ ეს შრომა. შეიძლება ისე არ გამოსვლოდათ, როგორც მშობელს გამოვა, თავისთავად ცხადია. მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცით ხო დაიწყებოდა. შორის აი პროდუქტების საყიდლად სხვა დროს თვითონ მშობლები იყვნენ ჩართული და მიდიოდნენ და ამგვარად არ დაიზარებდნენ არც ახლა რომ დასრულებდნენ. აქაც ვთქვით, რომ მოდი თვითონ ბავშვები წავიყვანოთ. ბავშვი მიირიდეს, ამოიღოს თავისი ხელით, მერე თავის ხელით გავწკნას თუ შეწას თუ მოხარშოს, მიართვას თავის ანატოლებს. და 4 დღით ხო ვიყავით, 4 დღეს სხვადასხვა გუნდი მორიგეობდა და განახლა იმ დღეს ფაქტიურად უწევდათ ამათ, რომ არც საციგაოდ გასულიყვნენ და არც თავში ხანფეხბურთის სათამაშოდ მიყვართ. ერთი დღე უნდა მოეკლოთ. ფაქტიურად ეგრე გამოდიოდა, რომ ერთი დღე ისინი არ იყვნენ ამაში ჩართული. ესეც რაღაცა არის, რომ ბავშვი რომ ამას მოიკლებს, მეორესთვის გააკეთებს. ბავშვი შემთხვევაში რაღაცით მაინც პატარა ერთი წინწკალი მაინც გაიგეს ამ ბავშვებმა მშობელი რას აკეთებს, რა შრომას ეწევა. ახლა ჩვენ არ გქონდა ის, რომ ამათ სარეცხი დაერეცხათ და მერე კიდე უფრო რთული ამბები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცოტათი მაინც რაღაცა შეიგრძნობდნენ. მარტო რომ დარჩებიან, მე მგონი რომ რაღაცას მაინც მოიმზადებენ და შვილები არ იქნებიან. ზოგჯერ არის, რომ ადამიანი მოკვდება მშიერი და ვერაფერს ვერ გააკეთებს. არის ესეთი მდგომარეობაც სამწუხაროდ. მარათაშვილის მერანის არ იყოს. მე ჯერა რომ სადღაც რაღაცა ნაყოფს გამოიღებ. ეს შეიძლება ეს არ იცის, მაგრამ გავად რო და ყველაფერი რაღაცა ნაყოფს გამოიღებს. ჩვენი წვალებაც და ჩვენი სულისკვეთებაც. ამ ბავშვების მიმართ ესენი რომ დაიზრდებიან, ჩვენ შედეგს ახლა არ ველოდებით. თავისთავად ცხადია, ახლა აბა რა შედეგს უნდა დაველოდოთ, თუმცა რაღაცა ნიშნები ახლა ჩანს, ესე იგი, ამ ბავშვებში რაღაცა ხო აკვირდები ხოლმე ამათ ურთიერთობებს და სულ სხვა იყო დაუშვათ 2 წლის წინ ურთიერთობები ამათი და ახლა სხვანაირია. რაღაცა სხვა დამოკიდებულებები ერთმანეთის მიმართ იცვლება. კარგისკენ იცვლება, რასაც ვაკვირდები. ზოგჯერ ისიც საჭიროა, რომ რაღაცა ქრისტიანობა ის ხო არა, ინკუბატორში რო იზრდებოდნენ.
ხან ცოტა უსიამოვნებაც არის ერთმანეთში, ხან რაღაცას ვერ გაუგებენ, ხან რაღაცას გაუგებენ, მაგრამ ნელ-ნელა ამითიც რაღაცებს სწავლობენ. ამითიც ნელ-ნელა რაღაცები ლაგდება. თან იქ ერთად თანაცხოვრების დროს შეგიძლია რომ აღმოაჩინო ვის რა თვისება აქვს, ვის რა ურთიერთობა აქვს ერთმანეთში და უფრო მეტად შეგიძლია რომ დაეხმაროს. სხვანაირად მარტო ეხლა ესე რომ უყურებთ ერთმანეთს აქ გაკვეთილზე რო შედან, აქ ბევრ რამეს ვერ აღმოაჩენ. მაგრამ იქ რო 5 დღე რომ ერთად უნდა იყვნენ ეს ბავშვები, რაღაცები გამოიკვეთება და ჩანს რომ ჩვენ შეგვიძლია რომ მასა ქრისტიანული და სახარებისეული მცნებების წრეში განიხილო ესეთი საქციელი რა როგორ და რანაირად